უდიდესი პროდუქცია ჩემი პატარა მეგობრებისთვის. იკითხეთ ავერსის აფთიაქებში. გამარჯობა ჟოზეს მეგობრებო, მე გახლავთ ლევან ცეკვაშვილი, ჟოზეს სიმღერების ერთ-ერთი ავტორი. დღეს ვისწავლით ექიმობანას თავის ტექსტთან ერთად და აკორდებს განვიხილავთ. აკორდების დასახელებას რაც შეეხება კლასიკურ დასახელება არც მე არ ვიცი, ასე რომ გასწავლით მარტივად როგორც ვისწავლეთ მე თავის დროზე. ესენი არის, ესე იგი შემდეგნაირად. როდესაც ვიწყებთ, როცა სიცხე გაქვს, არის ჟ, მე გადავდივართ AM-ზე, AM-ზე დაგტკივა თავი, AM-ი და მე D7. ისევ თავიდან მე. უნდა დალიო ჟ, AM-ი, ჟოლოიანი AM-ი, ჩაი D7. როცა იწყებ უკვე მისამღერი, როცა ძლიერ გვახველებს H7, C არღებულოთ მნახველებს. აქ არის AM-დან მე მეტი ჟღერადობისთვის უმატებთ მეოთხეთიც მესამე ლადზე და მეორე სიმზე. AM-ი უნდა გამოჯამრთელ D7-ზე. D7-ზე გამოჯამრთელდეთ. დიმონი და თავი H7, C სასარგებლო ჯანმრთელ D7 და მე ისევ ჟ. ყველაფერი იგივე მეორდება როგორც პირველად ახსენეთ. რაც შეეხება მარჯვენა ხელს, აქ არის ძალიან მარტივი მოძრაობა. ესე იგი შეგვიძლია ორი ვარიანტი გამოვიყენოთ, თუნდაც ბას ვიყენოთ მარტო ერთს ან ორ ბას. აი რას ნიშნავს? როდესაც სიცხე გაქვს მარტივად და თუ უფრო მეტი ჟღერადობა გვინდა და თავი პროფესიონალად გვინდა წარმოვაჩინოთ, უკვე ჩაერთვება ორი ბასი და არის შემდეგი ჟღერადობით. ანუ მეხუთე, მეექვსე, მეხუთე, მეექვსე. აი ესეთი გადასვლები არის, უფრო მეტი ჟღერადობას ძენს სიმღერას. და ხელის მოძრაობას რაც შეეხება, ზემოთ, ქვემოთ, ისევ ქვემოთ და ზემოთ, ორჯერ ვაკეთებთ. ეს არის სულ რაც მინდა რომ ისწავლებინა. დაუჯერეთ ჟოზეს, ბევრ კაი რამის ისწავლეთ და ძალიან უყვარხართ. კარგად.